ომი დამთავრებულია და ასეთი ავტომატიანი კაც შედის სოფელში და რასაც უნდა იმას აკეთებს. ვისაც უნდა იმას განადურებს და მოკლავს, ხო? ეს კაცზეა დამოკიდებული. მაგრამ ამ მომმა დაგვიტოვა ჩვენ ამ კვლელობებთან ერთად სხვა გადარჩენის ისტორიები. როდესაც კვლელობის ისტორიასთან გვაქვს საქმე, მე ამიტომაც აფხაზური მხარე უნდა მენახა და 2004 წელს ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ოპერაციასაც გადავრჩი, რომ წავსულიყავი ჩემ მშობლიურ ქალაქში და მენახა ისინი, არა ტელე, რადიო რაღაც ინფორმაციას დავუყნობოდი, არამედ მასთან მესაუბრა და ერთხელ ნანახიო აჯერ გაგონილს ჯობია ისე გამიგებთ რომ სულ სხვა ხალხი ვნახე, სულ სხვა ისტორიები გავიგე. ომს აქ ჰიპერბოლა ამბების. თქვა დაიღუპა 5 ადამიანი, ნელ-ნელა რამდენიმე წელში ეს უკვე 100-200 ადამიანი ხდება. ვიღაცის არაკაცობა და ავაზაკობა კიდევ აი რაღაცნაირად იბერებდა და რაღაც უზარმაზარი იმათ და სიკეთეზე არ ამბობენ და რატო არ ამბობენ. როდესაც მე დავწერე პირველივე ვალერი ვაშაკიძემ მომიყვა ის ისტორია თქვენ რო თქვით რომ პატარა ბიჭი გადაარჩინა იმოდენა ბავშვი სახში მეც ყავდაო იმ ბიჭმა თქვა ხო სიკვდილს ცეცხლი წაიკიდა და აფხაზებმა მეტყვეთ რომ აიყვანეს და რომ ნახეს რომ ის ბავშვი მართლა გადაარჩინა ამან მამასთან ბაბუასთან მიიყვანეს და ბაბუა და მისი დიალოგია საინტერესო ამ ქართველი ჯარისკაცის რომ ის ბოდიშს ეუბნება ჩემთან ამ ეზოში არასოდეს არ შემოუყვანიათ ესე იგი ესეთი ბორკილებიანი კაცი სტუმარი, შენ სტუმარი ხარ. სტუმარი ყველა კავკასიელისთვის და ჩვენთვის და აფხაზებისთვის ეს წმინდა ადამიანია და ბოდიში მოუხადა ამას, ხო და მიიღეს კარგად ყველაფერი. ავტომატები გაცვალეს ბოლოს ამან და აფხაზმა. ავტომატები და ამისთანა ისტორიებს როგორც ქართველები როცა მიყვებოდნენ და აფხაზებიც როცა მიყვებიან და მიყვებოდნენ ბოლოს აუცილებლად გეტყოდა ქართველის და აფხაზის ძალიან გთხოვ ჩემი გადამრჩენელის სახელი და გვარი არ ჩაწერო თორემ იმას არაპატიებენ იქ რომ მტერი გადაარჩინა მან ხო და იმას არ მინდა ზიანი მივაყენო და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი იმისა რომ ჩვენ ავაზაკების საქმეები ვიცით კარგად ავაზაკებს ვიცნობთ სახითაც ხო ყველაფერი ვიცით მათი მაგრამ აი ამ ჩვენი ომების უსახელო რაინდების არაფერი არ ვიცით როდესაც მათზე არ ვიცით არაფერი რომ კაც თავს დებს რამდენიმე აფხაზი მოკლეს რამდენიმე ქართველიც კიდე მოკლეს და ცემეს სასტიკად რატო დაეხმარე იმას იყო ეს ფაქტები არის